გამარჯობათ. რა არის ხიბლი? ხიბლი წმინდა მამათა სწავლებით ეს არის ადამიანის დაზიანება სიცრუით, ცრუ აზრებით, ცრუ შთაბეჭდილებებით, ცრუ წარმოდგენებით. ეშმაკი არის სიცრუის მამა, მშობელი, გამომგონებელი ამ ბოროტებისა. სიცრუით დაღუპა მან ანგელოზთა მესამედი, სიცრუით დაღუპა ადამი და ევა. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, გვაქვს თუ არა რაიმენაირი ცრუ აზრი შეთვისებული, რომლის აღქმაც იდენტიფიკაცია არ ხდება, იმიტომ რომ ეს სიცრუე გავლენას იქონიებს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შემდეგ აისახება ჩვენს ცხონებაზე. შემხვდა ერთი ადამიანი, როგორც თვითონ იძახის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ასეთი რამ განმიცხადა. ქრისტე იყო ქართველიო. ძალიან გამიკვირდა. გადაუშალე სახარება, მათეს სახარების პირველივე თავი, ასე იწყება. აბრაჰამშვა ისაკ, ისაკშვა იაკობ და ასე შემდეგ. აქ მეთქი წერია, რომ ქართლოსმა შვა ვამეხი, ვამეხმა შვა ვახტანგი. 10 წამიანი პაუზის შემდეგ მე ეგრე მინდაო. გინდოდეს მეთქი, მაგრამ მოგეკითხება. არიან ადამიანები, ვისაც ჯერა რომ ღმერთია. აი ქრისტე ვარო, კაცი იძახის და ყავს თავის მიმდევრები. იმათაც ჯერათ, რომ ის ქრისტეა. არიან ადამიანები, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ქართული ასომთავრული ამბანი შექმნილია უცხო პლანეტელების მიერ და უნდა გაანათლოს ახლა სამყარო ამ აღმოჩენით. არის ხოლმე დაბალი რანგის შეშლილობებიც. აი მაგალითად, კაზინოში შევალ და ფულს მოვიგებ. ან მთვრალი დავჯდები საჭესთან და არაფერი არ მოხდება და ასე შემდეგ. ერთადერთი ცრუ აზრი საკმარისია, რომ ადამიანი გზიდან გადაიყვანოს, მოწამლოს, ყველაფერი დააკარგინოს და დაღუპოს. რაც უფრო მძიმე ცოდვას იტევს თავის თავში ცრუ აზრი, მით უფრო მძიმეა მისი მოქმედება, უფრო დამანგრეველია, უფრო ძნელი სამკურნალოა. ამ ადამიანს უთხარი, თუ ქრისტე ქართველი იყო მეთქი, ესე იგი სახარებაში ტყუილები წერია. ესე იგი ადამიანი არ გამოსყიდულა, გოლგოთა არ ყოფილა, იმიტომ რომ საქართველოში გოლგოთა არ არის. და ისრაელში მეთქი აღდგომა დღეს ცეცხლი რომ გადმოდის, ესეც ტყუილია და ჩვენ ყველანი რაღაც თვითმოტყუებაში ვცხოვრობთ. ნაწყენი წავიდა, თუ მოინანიებს კარგს იზავს. როგორც ყველა ავადმყოფობას აქვს ხოლმე რაღაც თავისი ხელწერა, თავისი სიმპტომები. ასე ყოველი ცრუ აზრი არის რაღაც ერთადერთი და განუმეორებელი შხამი. ინდივიდუალურად წამლავს ადამიანს, ინდივიდუალურად აგიჟებს. უფალმა ფარისეველებს ასე უთხრა, რატომ ცდებითო? იმიტომ რომ არ იცით არც ღვთის ჯული და არც ღვთის ძალა. ადამიანი, რომელმაც არ იცის ბიბლია, ღმერთს არ ენდობა. არც იმათ არ ენდობა, ვინც ბიბლია იცის. შეუძლებელია, რომ არ შეითვისოს რაიმე ცრუ აზრები და ამ ცრუ აზრებით არ გადავიდეს სიცრუის მამის მორჩილებაში. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ნდობისაგან, რომ ეშმაკს ვენდოთ, ყოველი თქვენი აზრი, თქვენი შეხედულებები, ყველაფერი მნიშვნელოვანი, როგორც თქვენ ფიქრობთ უმნიშვნელო, ყველაფერი თავიდან ბოლომდე გადაამოწმეთ ხოლმე ბიბლიასთან, წმინდა მამათა სწავლებებთან.
და რასაც უფალი უწოდებს კარგს, ესე იგი კარგია. რაზეც უფალი გვეუბნება, რომ ცუდია, ესე იგი ცუდია. და დროზე გადავყაროთ ეს საწამლავი. ღმერთმა გაგახაროთ.